ჩვენ ამ წუთის სოფლიდან ეს რას გვასწავლეთ? ამ წუთის სოფლიდან რისი აღებაც შეგვიძლია, ყველაფერი კი არ უნდა ავიღოთ. ანა რისი აღებაც შეგიძლია ის უნდა აიღო, არამედ რაც გჭირდება ის უნდა აიღო. და ამას სულიერ ენაზე ქვია მომჭირნეობა. ქრისტიანი მომჭირნეთ უნდა ცხოვრობდეს. ახლა ჩვენ რო გადარეულები ვართ, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიტყვი რა. ადამიანმა არც კი იცის ის ფუნქციები, ამა თუ იმ ტელეფონს თუ ტელევიზორს თუ ტექნიკას აქვს, მაგრამ უნდა. არ იცის და არც გამოადგება არაფერში. ისე გარდაიცვლება ჯვარი წერია ყველას, იმის ფუნქციების რაობას ბოლომდე ვერ გაიგებს, მაგრამ უნდა რომ ის ქონდეს. ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ წუთის სოფლიდან ყველაფერს ხარბად ვიღებთ, რისი აღებაც შეგვიძლია. მაგრამ ეს მომჭირნეობა არ არის. მომჭირნეობა ის არის, რამდენიც გჭირდება რო აიღებ. და ამის გამო ადამიანი არ დაიჭირება, იმიტომ რომ რასაც იმაზე მეტს იღებ ადამიანი, ვიდრე გჭირდება, შენ ამითი სულიერ ვალებს იდებ. და ეს ღვთის წინაშე რო წარდგები, მოგეკითხე. რატო? იმიტომ რომ რაც შენ არ გჭირდებოდა და ზედმეტი აიღე. ეგ იცი ვისი აიღე? აი გლახაკი ლაზარე რო იწვა, იმისი აიღე. იმიტომ რომ შენ ღმერთმა იმდენი მოგცა, შენ რო გჭირდებოდა. და იმის ზედმეტი, იმიტომ მოგცა, რომ სხვისკენაც გაგეხება.